ბაჩო, ერთი კითხვა მაქვს შენთან. გამოუშვი? თუ არა ყავა და რამდენ ფინჯან ყავას მიირთმევ დღის განმავლობაში? ყავა მიყვარს, განსაკუთრებით დილას. რომელი ყავა გიყვარს? უძირითადად ნალექიან ყავას ეგრეთ წოდებულ თურქულს ეძახიან, თუმცა ბერძნები ამბობენ, რომ ჩვენიაო და არავითარი თურქულია. და უძირითადად ყავას ნალექიანს მიირთმევ ხოლმე და დღის განმავლობაში რამდენ ფინჯანს მიირთმევ? ალბათ მაქსიმუმ 3 გააჩნია. კარგი, მე გეტყვი, რომ ყავას იმდენად პოპულარული სასმელი არის მსოფლიოში, რომ დღის განმავლობაში თურმე 2 მილიარდი უკაცრავად ფინჯანი ყავა ისმევა და შესაბამისად რომ დავითვალოთ, საშუალოდ მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი მიირთმევს ყავას. აი ესეთი პოპულარული სასმელი არის ყავა და შესაბამისად არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ ის სწორად და ახდენს თუ არა გავლენას არასწორად შერჩეული ყავა უვნებლობის თვალსაზრისით გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე. დღევანდელ გადაცემაში, ჩემს რუბრიკაში, სარჩევში გასწავლით, როგორ შეარჩიოთ სწორად ყავა და არა მხოლოდ გემრიელი იყოს ეს თქვენი ფინჯანი ყავა, რომელსაც მიირთმევთ, არამედ იყოს ჯანსაღიც და სასარგებლოც, თუ შეიძლება ასე ითქვას, თქვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ დღეს გადაცემაში სტუმრად მოვიყვანეთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ქალბატონი ეკა გიგაური, რომელიც ახლა სტუდიაში შემოგვიერთდება. მოგესალმებით ქალბატონო ეკა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად, მე თქვენთან გადმოვინაცვლებ და დავიწყოთ საუბარი ყავაზე. ყავის ფალსიფიცირება თურმე ძალიან მარტივად შესაძლებელი ყოფილა და ყველაზე მარტივი გზა ფალსიფიკაციისთვის, როგორც მე ვიცი, არის ის, რომ აი დაფქულ ყავას მაგალითად ურევენ სხვადასხვა ბურღულეულის ფხვნილს და ამგვარად ხდება მისი ფალსიფიცირება. კიდევ რა ფალსიფიცირების, ესე ვთქვათ, ხერხები არსებობს და ეს ხერხები თუ ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენას, ანუ არის თუ არა ყავა ცუდი ხარისხის ჩვენ ჯანმრთელობისთვის საზიანი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხარისხზე და უვნებლობაზე. ის რომ თქვათ ყავაში არის შერეული სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მარცვლოვანი კულტურების დაფქვილი ნაწილები, ეს შესაძლოა ჩვენ ჯანმრთელობაზე გავლენას ცუდს არ მოახდენს, იმიტომ ის მარცვლოვანი კულტურა, მაგრამ ეს ეტიკეტირების კუთხით არის დარღვევა. ჩვენ თუ ეტიკეტზე გვიწერია, რომ ეს არის ყავა, მასში აუცილებლად უნდა იყოს 100% ნატურალური ყავა დაფქული და ის მინარევები რა თქმა უნდა არ არის სასურველი რომ იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ვუძახი, ეს რა თქმა უნდა ჩვენ ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ მოახდენს. ზეგავლენას ჯანმრთელობაზე მოახდენს თუ ყავა იქნება არასწორ პირობებში შენახული, თუ მასში იქნება ობის სოკო, რომელიც შემდგომ აი ამ ავადხსენებულ აფლატოქსინს წარმოქმნის, ეს მიკოტოქსინების ჯგუფს კი ზუსტად ისი არის ეს აფლატოქსინი სახიფათო ამ ყავაში, როგორც სხვა დანარჩენ პროდუქტებში, რომელიც აი ვიცით რომ სიმსივნურ დაავადებებს იწვევს ღვიძლში და ძალიან რა ეტაპზე შეიძლება მოხდეს ეს ტოქსინი, ან გაჩნდეს ეს ტოქსინი ყავაში? ეს ტოქსინი არასწორი შენახვის პირობების შემთხვევაში, ეს ტენიანობა, ჩვენ ყოველთვის უნდა წავიკითხოთ ეტიკეტზე, რა პირობებში უნდა შევინახოთ ესა თუ ის სასურსათო პროდუქტი. თუ პროდუქტზე მწარმოებელი დეკლარირებას ახდენს, რომ ის უნდა შეინახოს მშრალ გარემოში, არ უნდა იყოს პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, ტემპერატურა თუ კონკრეტული არის მითითებული, რომ უნდა იყოს თქვათ 25 გრადუსზე, 20-დან 25 გრადუსზე და მაგალითად არ იყოს შენახული სამაცივრე პირობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მწარმოებელს და შევინახოთ ზუსტად იგივე პირობებში, თუნდაც ეს იყოს ყავა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი სასურსათო პროდუქტია, რომელიც ფუჭდება აბსოლუტურად ჩვეულებრივად. გათვალისწინებული უნდა იყოს ის, მაგალითად დასავლეთში თვითონ ჰაერის მაღალი ტენიანობა, უნდა ვიცოდეთ, რომ იქ შენახული პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს კარგად დახურულ, ჰერმეტულად დახურულ, თუნდაც მინის ჭურჭელში ან კარგად მოხუპულ რაღაც. ძალიან ხშირად ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს შეძენის წერტილსაც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იყიდება ხოლმე არა ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ყავა, არამედ ქაღალდში, ხო და ასე ესე ვთქვათ შებუთული ყავა შევისას, რა თქმა უნდა ვნახოთ, რომ ეს უნდა იყოს სასურველია, რომ იყოს ვაკუუმ შეფუთვა, რომელსაც აქვს თავისი კარგი ხუფი და კარგად იხუფება. ქაღალდის შეფუთვაში უმჯობესია, რომ თუ ასაწვან ყავას ყიდულობთ, კარგი იქნება, რომ იყოს პირდაპირ ჩვენ თვალწინ დაფქული ყავა. მაგ შემთხვევაში ჩვენ გვეცოდინება, რომ რომელი ყავა უნდა შევარევინოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენ თვალწინ დაფქულ ყავაში და მეტად უფრო სანდობა იქნება მაღალი. თანამავდროულად ტენიანობაც, როგორც თქვით, არ იქნება უკვე მომატებული და გვეცოდინება, რომ ჯანსაღ და უვნებელ ყავას მივირთმევთ. ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება, ბოდიში. ანუ ვაკუუმში შენახული ყავა მარცვლის შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს და დაფქულ
დაბქულის შემთხვევაში თუ დაბქული მარცვალი უფრო მარცვალს ტენიანობა შეიძლება რომ კონდეს უფრო მაღალია, როდესაც მარცვლის მწარმოებლებზე ვსაუბრობთ, აი წარმოებელზე ამის ხო? მან ჩვენ ვიცით რომ შეიძლება შედარებით უფრო მაღალი ტენიანობა კონდეს თვითონ მარცვალს, ვიდრე უკვე დაბქულ ყავას. შენახულ, ასე ვთქვათ, ვაკუუმში შენახვა ჩვენ უზრუნველყოფს ამ პროდუქტის უფრო დიდი ხნით ხანგრძლივად და კარგ პირობებში შენახოს, იმიტომ რომ ვაკუუმი ანუ ჰაერი არის ხო გამოტუმბული და ზუსტად ის ჰაერთან შეხებაში ეს მჟავე გემო რო ხდება ხოლმე, რატო რომ დაჟანგვა ხდება აი ამ ნივთიერებების, რომელიც ყავა ეს მდიდარი არის თვითონ ამ ასე ვთქვათ სხვადასხვა ქიმიური ნაერთებით და აი ამის დაჟანგვა ჟანგბადთან შეხებაში ხდება ხოლმე დაჟანგვა და გემოზე მჟავე გემოც იმიტომ არის ხოლმე რომ ესეთი ტიპის გარდაქმნები ანუ გემოზე შეიძლება მივხვდეთ ხო ყავა სიძველე გამოიხატება იმის გარდა რომ თქვა ჩვენ აუცილებლად ვიზუალურად უნდა შევხედოთ ხო არა აქვს კოშტები ესე გეძახიან ხოლმე შეკავშირებული ნაწილაკები ხო ანუ ხელით რომ შემდგომ და გავხსნათ ეს იმას ნიშნავს რომ ეს ყავა უკვე რაღაც ტენიან პირობებში იყო და ის უკვე შეკავშირდა კიდეც რა ნესტის გამო ამიტომ აი ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია მაგის გარდა გემოსუნი როდესაც ჩვენ ცხელ წყალში ხომ შემთხვევაში ცივი წყლის ტესტი გვაქვს მაგრამ ცხელ წყალში როდესაც ჩვენ ყავას ასე ვთქვათ ვადუღებთ არომატი უნდა მოდიოდეს ყავის სუფთა და არა მჟავე თუმცა ეს მჟავე სუნი და არომატი არ უნდა შეგვიშალოს თვითონ ბუნებრივ მჟავიანობაში რომელიც არის ყავაში ნატურალურად რა ძალიან მდიდარი პროდუქტია სასარგებლო პროდუქტია შეიცავს კოფეინს შეიცავს მჟავებს ეთერზეთებს და აი ხო ჩვენ თუ ამ ტესტს გავაკეთებთ რომელიც ყავასთან დაკავშირებით გავაკეთოთ და უთხრათ მაყურებელს რა ტესტია ეს ესე იგი ჩვენ ვთქვით რომ ფალსიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის ის რომ სახლის პირობებში ეს არ არის მეცნიერული კვლევა ეს არის სახლის პირობებში მინარევებს ურევენ და თუ კი ლაბორატორიულად არ და სახლის პირობებში გვინდა ყავის ხარისხი შევამოწმოთ ყავა უნდა ჩაყაროთ გავაკეთოთ აბა პირველ რიგში უნდა შევხედოთ ანუ როგორია ეს ყავა რა შედეგი უნდა მივიღოთ ვთქვათ აბა ესეც პირველ რიგში უნდა ვნახოთ რომ როგორია ეს ყავა უნდა იყოს ერთგვაროვანი ფერის ანუ ერთდაიგივე ფერის უნდა იყოს კი არ უნდა იყოს თქვა ზედაპირზე სხვა ფერი, რაც იმას გულისხმობს, რომ შეიძლება იყოს მინარევი ამაში. თუ თქვა ამაზე ხანგრძლივად სახში შენახვის დროს თუ გამოჩნდა რომ ზევიდან სოკოც არის რაღაც მოდებული არის ობისოკოსავით, რა თქმა უნდა, არ გამოვიყენოთ ეს ტიყავა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის მიკოტოქსინების ჯგუფი, ეს აფლატოქსინი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს და ამის დალევა საერთოდ არ შეიძლება, როდესაც დაავადებულია რა. როდესაც ჩვენ ამას ესე დავათვალიერებთ, მე შეგვიძლია რომ ხელითაც ერთგვაროვანი და ხრაშუნა უნდა იყოს, ანუ სხვადასხვა ნაწილაკებად არ უნდა იშლებოდეს. ეს ესეთ ორივე სახეობაზე არის ყავის ეს იგივე პრინციპი ორივე სახეობაზე. არა, გულისხმობ არაბიკაზე და რობუსტაზე. ერთნაირი პირობებით კი, მან კიდე ხარისხი მნიშვნელოვანია, როგორი ტიპის დაბქვა მოგწონს ჩვენ ეს არის თხლა დაბქული თუ მსხვილად დაბქული. შემდგომ, როდესაც ჩვენ ორგანოლეპტიკურად შევიგრძნობთ, რომ ხო არა აქვს თქვათ გარეშე სუნები და დამჟავებული სუნი, რომელიც თქვათ გაფუჭებულს მიანიშნებს, მე შემდგომ უნდა ჩავყაროთ ეს, ასე თქვათ, მოვათავსოთ ზედაპირზე და დავალოდოთ, ანუ თუ აქვს ამას ახლა თუ სწრაფად დაიწყო ჩამოლეკვა. ამ ყავამ დაიწყო წყალში გახსნა და მისი, ესე ვთქვათ, ნაწილაკები ჩამოდის ზედაპირზე. რისი ნიშანი არის ეს? სწრაფად არ უნდა ჩამოდიოდეს, თუ ამ ყავაში არის მინარევი სწრაფად შეიბურა. თუ არის იგივე წიწის, მარცვლის, დაბქული ნაწილაკები და სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურების, ვარდკაჭკაჭას, ძირი და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს. მაშინ ხსნადობა ამ პროდუქტებს თავის ბიოლოგიურად აქვს უფრო მაღალი წყალში და ამ ყავას რადგანაც თვითონ ყავა არის როგორც გითხარით ეთერზეთოვანი კულტურა ხო? წესით ასე მალე არ უნდა ნიტროზეთი ხო ზედაპირზე ჩერდება ხომ? ანუ გამოდის რომ ეს ყავა არის არასწორად შერჩეული ხო? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განვიმარტოთ მაყურებელს ეს მარტივი ტესტი შეუძლიათ ჩაატარონ სახლში თუ კი უკვე დაბქული ყავა აქვთ შეძენილი, ჩაყარონ სივწყალში და თუ ყავის ნაწილაკებმა დაიწყო წამოსვლა ზედაპირისკენ სწრაფად და თან ხო შეიფერა, რა თქმა უნდა, ეს არის ნიშანი იმის სავარაუდოდ, რომ ეს არ არის ნამდვილი ყავა, ანუ 100%-იანი იმისთვის იყენებენ აი ამ ვარდკაჭკაჭას, ფხვნილს თუ ასე შემდეგ. იცით რა, გასაბევრებლად კი, უბრალოდ ფალსიფიკაციისთვის ეგ ეწოდებული, რომ ნუ ყავა ნაკლები იყოს და ღირებულება ყავის უფრო მეტია და ამიტომ ესეც აკეთებენ ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა აქ არის ის, რომ ეს, რა თქმა უნდა,
კარგია თუ დასაბქვა ესეთ ყავას ჩვენ ყიდულობთ და გვიყვარს ეს სურნელოვანი ყავა, წავიდეთ და ვიყიდეთ სპეციალურ ადგილას, სადაც გვქვავენ. თუ ჩვენ ამ მარცვალსაც, ყავის მარცვალსაც გავტეხავთ და დავაკვირდებით, ხარისხი მეკითხა თუ კი მაგალითად მარცვალს ყიდულობთ და სახლში გვინდა რომ დავქვა ის გადატეხვის ასან შეგვიძლია დანითაც გავყოთ. შიდა ნაწილი ამ ყავის ან მარცვლის არ უნდა იყოს რბილი, უნდა იყოს ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, ერთნაირად გამომშრალი, იმიტომ რომ ის შიდა ნაწილი, როდესაც არის ხოლმე სველი, имас გულისხმობს, რომ ზოგჯერ მწარმოებელი რეცხავს ხოლმე ამ ყავის მარცვალს და კიდევ ერთხელ თავიდან ხალავს და შესაბამისად ესეც არ არის, რა თქმა უნდა, სასურველი. თვითონ ეს არაბიკა და რაბუსტა ძირითადი, ასე ვთქვათ, კულტურები არის ყავის, ორი ძირითადი, რომელიც ცნობილია მსოფლიოში. ანუ ზოგს მეტად უყვარს, ვთქვათ, სურნელოვანი და მაღალი შემადგენლობის კოფეინის ყავა, ზოგს პირიქით, ვთქვათ, დაბალი. უფრო მაღალ შემადგენლობით კოფეინის რომელიც ეხლა ვიკითხეთ, ნაკლები კოფეინი არაბიკას აქვს. უფრო ასეთი ნაკლები, შესაბამისად, რაბუსტას უფრო მეტი კოფეინი აქვს და ჩვენ თუ უფრო ძლიერი ყავა გვინდა მეტი შემადგენლობით კოფეინის, მაშინ როდესაც ჩვენ შევიძენთ და ვიცით ხოლმე ესე შერჩევა იქ ყავის, ასე ვთქვათ, პუნქტებში, იქ შეგვიძლია რომ მეტი რაოდენობის შევარჩიოთ ის არაბიკა თუ გვინდა ძლიერი ყავა და პირიქით. მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩვენ გემოვნებაზე დამოკიდებული და არანაირად ვთქვათ იქ და ხარისხობრივად ეს რაბუსტა და არაბიკა ერთი და იგივე ხარისხისაა? ერთი და იგივე ხარისხის, ანუ მსოფლიოში მიღებულია რომ ორივეს განამზადებენ ყავას, თუმცა ხსნად ყავას ამზადებენ მხოლოდ რაბუსტასგან და ითვლება რომ ეს სუბლიმირებული, ანუ სამი ტიპის ყავა არსებობს, ეს ხსნადი ყავა, არის უბრალოდ დაბქული, არის გრანულირებული და არის სუბლიმირებული და აი ესეთი სუბლიმირებული ყავა ითვლება რომ ყველაზე მაღალი ხარისხის არის, იმიტომ რომ მისი დამზადების ტექნოლოგია არის უფრო მეტად რთული და უფრო მეტ არომატულ ნივთიერებებს ინახავს ამ ყავაში. ისეთი საინტერესო ტექნოლოგია აქვს, სხვათა შორის ამ ყავის კონცენტრატს აკეთებენ, თავდაპირველად ხარშავენ და ამ კონცენტრატს აკეთებენ ყავის, შემდგომ მას სწრაფად ყინავენ შოკური გაყინვით და მერე უკვე ისე სწრაფად აცივებენ, ანუ აშრობენ, რომ აი ეს ფაზა, წყლის ფაზა გალღობის შემდეგ აღარ არის და პირდაპირ გადადის სუბლიმაციაში და ეს არის ეს სუბლიმირებული ყავა, ეს ვიზუალურად უნდა ვიცნოთ ჩვენ რომელი არის სუბლიმირებული თუ ეტიკეტზე აწერია. უფრო მეტად ეტიკეტზე, ანუ მწარმოებელი გვაძლევს ამის დეკლარირებას ეტიკეტზე და ჩვენ ვიცით რომ ეს სუბლიმირებულია. ესეთი ყავა, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება ესეთ არომატულ დაბქულს, რომელიც ბაჩოს უყავს ისეთ ყავას, თუმცა მე მიყვარს ყავა, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ვარ, სწრაფად კეთდება და იმის დრო არ მაქვს და ამიტომ ეს სუბლიმირებული ყავა ყველაზე მეტად ინარჩუნებს იმ არომატს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ ყავის მირთმევის დროს გრძელდება კოფეინის ზემოქმედება ყავის ერთი ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ. იცით, ესეც ინდივიდუალურია. ეს ზოგი იძახის, რომ მე ძილის წინ ვერ მივირთმევ ყავას. მე დღეში ძალიან ბევრ ყავას მივირთმევ და ძილის წინ შემიძლია 12 საათზეც დავლიო და ეს არაჩვეულებრივად ვიძინებ ამის შემდეგ. თუმცა აი მეგობრები მყავს, ვინც იძახის, რომ მე 6 საათის შემდეგ ვისვავ, იმიტომ რომ ხო ძალიან ინდივიდუალური დამოკიდებულია. თუმცა კოფეინი ჩვენ, ასე ვთქვათ, გვაძლევს სტიმულს, მეტ ენერგიას და მე ძალიან მშველის ხოლმე ჩემი, ასე ვთქვათ, ძიმე სამუშაო, ასე ვთქვათ, პირობების დროს. ეს ეგრეთ წოდებულ თურქულ ნალექიან ყავაზე მივხვდით, როგორ უნდა შევაფასოთ მისი ხარისხი. თუ შეგვიძლია რაიმე ვასწავლოთ ჩვენს ტელემაყურებელს მეორე გრანულებიანი ხსნადი ყავის შემთხვევაში? ხსნადი ყავის შემთხვევაში მხოლოდ შეგვიძლია ის, რომ ცხელ წყალში გახსნის დროს, როდესაც ეს არომატული ნივთიერებები, რომელიც ბუნებრივად ამ ყავაში არის, ის უფრო მეტად, ასე ვთქვათ, წარმოიჩენს თავს და მოაქვს, ასე ვთქვათ, არომატები და შესაძლოა, რომ ჩვენ აი ამ, ასე ვთქვათ, დარევის დროს, ცხელ წყალში გახსნის დროს, რაც უფრო მეტი არომატი ამოვიდა, ნუ შესაბამისად უფრო კარგია ეს ყავი, მაგრამ შენახული ყავა სახში შეგიძლიათ დღესაც დაათვალიეროთ, თუ ის არ გაქვთ, აი იყიდეთ ყავა და გადმოიტანეთ რაღაც ჭურჭელში. თუ ის კარგად ჰერმეტულად დახურული არ გაქვთ, აუცილებლად დაკარგავს თავის არომატს. ის მავნეთვისებებით ამ შემთხვევაში არ გამოირჩევა და არაფერი ჩვენ მისგან ცუდი არ დაგვემართება, მაგრამ ის არ იქნება არომატული და ის ეფექტი, რაც ჩვენ გვინდა მივიღოთ ყავისგან, რა ეს არომატული პროდუქტი მივირთვათ, არ იქნება და აუცილებლად დავაკვირდეთ იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივად ვინახავთ ყავს და კიდევ ერთხელ ვიძახი, ისეთ რეგიონებში, სადაც მაღალი ტენიანობაა, დავაკვირდეთ, რომ ხომ არ არის მასში უკვე განვითარებული ობისოკო, რაც თვალით შესამჩნევია, ოფსხო ჩვენ ვამჩნევთ და ვიცოდეთ, რომ აფლატოქსინის სახიფათოა. უკაცრავად
წყალი, აი თქვენ თქვით, რომ ცხელი წყალს უფრო მალე მოსამზადებელია, სუბლიმირებული, ხო? რამდენ გრადუსზე უნდა იყოს თუ არა ახალი ადუღებული და სხვათა შორის რეკომენდაციას იძლევიან, ასე ვთქვათ, კულინარებს და მეცნიერებს რა გითხრათ ახლა არაფერი ისეთი, უბრალოდ ესე გვეუბნებიან, რომ არ უნდა იყოს ძალიან ადუღებული, აი 100 გრადუსიანი არ უნდა იყოს ეს წყალი და უნდა იყოს გაგრილებული 70 გრადუსზე მაინც, რომ ვთქვათ არ დაიხუროს მთლიანად ეს ვთქვათ ყველა არომატი, რომელიც შეიძლება ამ დროს გამოიყოს და გვირჩევენ ხოლმე, რომ იყოს უფრო შედარებით დაბალ ტემპერატურას და არა ესეთი პირდაპირ ჩაიდან ჩამოსხმული. ყურადღება მინდა იმაზე გავამახვილო, რომ შესაძლოა თქვენი შემდეგი გადაცემის თემა ჩაი იყოს და ჩაიშიც აფლატოქსინი სახიფათოა და შენახვის დროს სახლში აუცილებლად გავითვალისწინოთ ტემპერატურა და ტენიანობა. მზის სხივებზე, სადღაც აერღუმელთან, აი სადღაც ცხელი, აი იქ არ დავდგათ ესეთი პროდუქტები შესანახად. დიახ, ასეთი რამს მენია, რომ აი ეს ერთჯერად პაკეტებს რომ ვეძახით, ჩაის ერთჯერად პაკეტებს, ასეთი ფორმით ჩაის შეძენა მაინც და მაინც არ არის რეკომენდებული და ყოველთვის ჯობს, რომ დასაყენებელი ჩაი მომზადოთ და დასაყენებელი ჩაი ფასითაც რო განვასხვაოთ, რა თქმა უნდა, ხა დასაყენებელი ჩაი ყოველთვის უფრო ძვირია. ჩვენ ხედავთ ამ ბურცელს, ანუ დუყებს რო ეძახიან, ასე ვთქვათ, ჩაის, ასე ვთქვათ, რაც უფრო განიერი ფოთოლი ამით უფრო ითვლება, რომ კარგია, თუმცა ჯირსია იქაც დამოკიდებული და ვისაც კარგი, ასე ვთქვათ, არომატული ჩაი უყვარს, რა თქმა უნდა იყიდოს თვითონ არაპაკეტირებული, არამედ დასაყენებელი ჩაი და იმასაც თავის წესები აქვს დაყენების, რომელიც მეტად არომატულს ხდის ამ ჩაის, იმიტომ რომ უნდა იყოს შეფუთული, უნდა იყოს თავდახურული და ესე სწრაფად ჩვენ რო გოჩქარება რო ვაკეთებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს გემრიელი ჩაი. კიდევ ერთხელ მინდა შეგეკითხოთ, აი ყავის შეძენის წერტილზე, რამდენად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ქუჩაში იყიდება ხოლმე ყავა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ნამყოფი მთელი დღის განმავლობაში და რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამას მივაქციოთ ყურადღება შეძენის წერტილს მივაქციოთ ყურადღება. მე მინდა ვთქვა, რომ აი ამ ჩვენთან საქართველოში ეს ხასპის დანერგვა გახდა სავალდებულო ყველა სასურსათო კომპანიისთვის. ეს არის საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა. მათ შორის უბრალოდ ყავის მაღაზიაში, სადაც შეფუთული ყავა და არაა საწონი, აი უბრალოდ როდეოს ყავა, იქაც კი სავალდებულოა ეს ხასპის დანერგვა. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც ჩვენ ვყიდულობთ რამე სასურსათო პროდუქტს და სასურსათო პროდუქტი არის წყალი და საღიჭი რეზინიც, ანუ ყველაფერი, ხო, მათ შორის ყავაც, ხო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მაღალი რისკის არის ეს თუ დაბალი რისკის, ის უნდა ინახებოდეს ეს სურსათი ჰიგიენურად სწორ პირობებში, სწორ ტემპერატურულ პირობებში, არ უნდა ვიყიდოთ, არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ ჩვენ ვიყიდით კარგ, უვნებელ ხარისხიან პროდუქტს, ჩვენ თუ გადავწყვეტთ, რომ ვიყიდოთ რამე ქუჩაჟღია ცის ქვეშ, სადაც მტვერია, სადაც დაფრინავს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ნაწილაკი, ხო? ჩვენ თუ პრეტენზია გვაქვს კარგ პროდუქტზე, მაშინ უნდა შევიდეთ სუფთად, ჰიგიენურად, სწორად ორგანიზებულ, ასე ვთქვათ, სავაჭრო ობიექტზე, სადაც კონდიცირების სისტემაც არის და ზაფხულში არავითარ შემთხვევაში არ ვიყიდოთ ისეთი, ასე ვთქვათ, სურსათი, რომელიც არ ინახება შესაბამის პირობებში. ნუ არჩევანის გაკეთება ჩვენ მაყურებელზეა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ სწორად შენახული პირობები დავინახოთ, ეს იქნება სავაჭრო ობიექტში, სადაც ინახავს სანიტარულს და შესაბამის ამ ჰიგიენურს და ტემპერატურულ პირობებს. წავიკითხოთ ეტიკეტი ნებისმიერ პროდუქტზე, რასაც ჩვენ შევიძენთ სასურსათო პროდუქტზე, მისი შენახვის პირობები თუ არ შეესაბამება იმ ობიექტის, ასე ვთქვათ, არსებულ ვითარებას, არ უნდა შევიძინოთ ესეთი პროდუქტი და არ გვექნება მერე შემდგომ თქვათ მაგასთან აკავშირებით კითხვა მექნება, ბოდიში. ჩვენ შეიძლება რაღაც მაღაზიაში შევიდეთ, სადაც უკვე დაცული არის რაღაცნაირი შენახვის პირობები, ხო? მაგრამ არ ვიცით სასაწყობე პირობები როგორი არის მისი. ანუ სანამ მოიტანენ ამ პროდუქციას უშუალოდ მაღაზიაში. ამ შემთხვევაში როგორ ხდება? არსებობს თუ არა რაღაცა კონტროლი ამისი? როგორ არა, საამისოდ არსებობს კონტროლი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს, რომელიც რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობის რეესტრში და მას იქ ეკონომიკური კოდით ჩანს, რომ ეს არის სურსათი. სურსათის სააგენტოს საიტში, ასე ვთქვათ, არის რეგისტრირებული იქაც და მათ ინსპექტორებს აქვთ ვალდებულება, რომ ყველა ესეთი ობიექტი, მათ შორის სასაწყობე პირობებიც აუცილებლად შემოწმდეს. არსებობს ესეთი დადგენილება საქართველოში 173 დადგენილება ქვია, შესაბამისობის შეფასების აქტი არის ამ
დადგენილებაში და აი ამ აქტის მიხედვით იქ არის კითხვარი ზუსტად იმ სასაწყობო პირობებზეც, მათ შორის კედლებზე, ჭერზე, იატაკზე, ტემპერატურაზე, ტენიანობაზე, ყველაფერი ეს უნდა იყოს შემოწმებული და მოწმდება. აი თქვენ დაკვირვებით ეს კონტროლის მექანიზმი რამდენად ძლიერი არის ჩვენს ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ ისევ ბოლო ფაქტს და ბოლო მოვლენას გავიხსენებ, რძის პროდუქტთან დაკავშირებით, რომ ამხელა კომპანიას გაიპარა ამხელა დარღვევა. რამდენად ძლიერი არის ხო ეს კონტროლის მექანიზმი ჩვენს ქვეყანაში? იცით როგორ არის, სურსათის სააგენტოს ინსპექტორები არიან ისეთი რაოდენობით, რომ ამდენ ობიექტს, რამდენიც საქართველოში არსებობს სასურსათო პროდუქტების მწარმოებელს, შენახვის, დისტრიბუციის, ყოველდღიურად ვერ შეამოწმებენ. ამიტომ არსებობს კანონმდებლობა, კი, სურსათის კოდექსი არის, დოკუმენტი არის, ისიც კანონი არის, სადაც წერია, რომ მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის იურიდიულ პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომ იმ შემთხვევაში თუ ის რამეს არ ღვევს, ის აუცილებლად პასუხისმგებელია. ეს მექანიზმი, რა თქმა უნდა, ჩართულია და სურსათის სააგენტო ამას მოწმებს, თუმცა ხო ყოველდღე მაგას გარანტიას ვერ მოგცემთ. რა თქმა უნდა, ერთი არის ის, რომ ჩვენ უკვე რაღაც პროდუქტი ვიყიდეთ, ვარ, ასე ვთქვათ, რეალიზაციის ობიექტი, წერტილი ვარ და ვიყიდე საიდანღაც შევიძინე და უნდა გავყიდო. მე უნდა ვიყო გარანტირებული, რომ მე იმას სწორ პირობებში თუნდაც რომ შევინახავ, ის იქნება, ვთქვათ, თავდაპირველად ჯანსაღი, ხო? აი ამის, ასე ვთქვათ, კონტროლი ნებისმიერ ეტაპზე ხდება, ფერმიდან სუფრამდე უნდა ხდებოდეს. მე წინა გადაცემაშიც მქონდა, ასე ვთქვათ, საშუალება რომ მეთქვა და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ფერმაში, ანუ პირველად წარმოებაში იყოს მეტი კონტროლი, აი ამ ასოცირების, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად არის ეს ჩადებული პროგრამულად, რომ ჩვენ უნდა პირველად წარმოებაშიც გქონდეს ესეთი კონტროლი და სავარაუდოდ ეს ჩვენი გაწერილი გეგმები ხორციელდება ნამდვილად და იქნება. თუმცა მეტი არის გასაკეთებელი პირველად წარმოებაში, სადაც აი თქვათ იგივე ახლა ყავის მწარმოებლები ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა და ჩვენთან არის ზრდება ეს კულტურა, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვაწარმოებთ პირველად წარმოებაში, რომ ის იყოს მეტად გაკონტროლებული. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო რჩევებისთვის და დაკვირვებებისთვის. ჩვენი სტუმარი იყო სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ქალბატონი ეკა გიგაური.